გექნებო. რა უნდა გააკეთოს წყვილმა? თუ კი გადაწყვიტა რომ უნდათ შვილი უკვე და აი ერთწლიანი მცდელობის შემდეგ მაინც არ დაორსულდა ქალბატონი. ანუ როგორც წესი, ანუ მცდელობის მიუხედავად, როცა დაგეგმილი აქვს, ანუ შვილის ყოლა და ნუ რაღაცა ეს ორსულობა არ დგება, ძალიან ბევრი წყვილი მაინც რაღაცა ირჩევს რაღაც დალოდების რეჟიმს, რომ რაღაც დრო გავა და აი მერე მოხდება ის სასურველი ორსულობა. რატო იცდიან დიდხანს, აი? შეიძლება გაგრძელდეს 3-5 წელი ეს მოცდა. ნუ იცი რა არის, ბევრმა წყვილმა შეიძლება არც იცის და შეიძლება ვერც წარმოედგინოს, რომ აი უშვილობის პრობლემის წინაშე დგას და ამიტომ უბრალოდ გონიათ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. არა და უშვილობის დიაგნოზის დასმა ხდება, როდესაც არის დაუცველი რეგულარული სქესობრივი კონტაქტი და 12 თვის თავზე არ დგება ორსულობა. და ალბათ ამ ინფორმაციის დანაკლისის გამო, არ ცოდნის გამო შეიძლება საკმაოდ გახანგრძლივდეს აი ამ დალოდების რეჟიმი მართლა და არაფერი არ შეიცვალა. თიგამ ან მეორე მომენტიც არის, ანუ ესე წყვილი ხშირად ხდება, რომ რაღაც პრობლემაა, თუმცა ეს უარყოფას აკეთებენ, არ უნდათ რომ ექიმისგან მოისმინონ, რომ აი მათ აქვთ რეალურად უშვილობის პრობლემა და აი ამ დროს წელავენ აი იქნებ და ნუ ამას ემატება თავის რა თქმა უნდა თავის ემოციური სტრესი. და ალბათ კიდე დავამატოთ ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში ნათესავებიც ეუბნებიან, რომ რა გინდა ეხა რაღაცა, მოდი დაელოდე, ბუნებრივად დაელოდე, როცა იქნება, მაშინ იყოსო. და ესეც გარკვეულწილად ჩვეულები ამ დროს ძალიან ბევრი ჩნდება რა. ასეთივე სტრესული ალბათ ან პირიქით. და სტატისტიკით და გამოკითხვებით დგინდება, რომ 65%-ია ესეთ წყვილებისა რაღაც პერიოდის მერე ნანობს, რომ ადრე არ მიაკითხა ექიმს. მოდით მაშინ თქვათ 3 ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომ უნდა მიაკითხოს ადამიანმა ექიმს და თან დროულად ეს რატო არის ასეთი მნიშვნელოვანი დროული ჩარჩა. პირველი როგორც ანუ ნებისმიერი პრობლემის დროს, ჯანმრთელობის პრობლემის დროს, ან ძალიან მნიშვნელოვანი არის ადრეული დიაგნოსტიკა, ხო? ადრეულად დასმული დიაგნოზი, რომ და მისი ადრეულად კურნალობის დაწყება, რომ ყოველთვის გვაძლევს უფრო კარგ შედეგს და სწრაფ შედეგს, ამას მგონი საერთოდ ლაპარაკიც არ უნდა. მეორე, ნუ ყველაზე მნიშვნელოვანი რა, რაც უფრო გადის დრო, მით უფრო ასაკი ემატება ადამიანს და ქალების შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ კვერცხუჯრედი რესურსი, რაოდენობაც კლებულობს და ხარისხიც წლების გასვლის შემდეგ. თუ ქალი 35 პლუს ასაკში არის და აპირებს და ორსულებას და თუ ეს 6 თვეზე მეტი გრძელდება, ანუ ეს პროცესი მცდელობა, მაშინ ჯობია რომ ექიმს უფრო ადრე მიეკითხოს, ვიდრე დაელოდოს 1 წელს. დროის გაწევას დიდად აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ის რაღაცა პრობლემა შეიძლება პროგრესირებდეს, ხო? ან მამაკაცის ან ქალის ან ორივეში. ან რეგრესირებდეს კვერცხუჯრედების შემთხვევაში. ხო, ანუ რაღაცა, ამიტომ ეს შეიძლება შემდგომ მერე უფრო ანუ ემოციურადაც, ფინანსურადაც, დადებითი გამოსავლით, ანუ ბევრად უფრო ძვირი დაუჯდეს. მოდით დავპატიშებ ახლა სტუმრებს, გავარკვევჩი რამდენად ადროულად მიაკითხა ექიმს აი ამ კონკრეტულმა სტუმარმა და მოდი მისი ექიმიც მასთან ერთად შემოვიპატიჟოთ სტუდიაში. პროფესორი რეპროდუქციული კლინიკა GGRC-ის კლინიკური დირექტორი ნინო მუსერიძე და მასთან ერთად მისი პაციენტი მაია სტეფანიშვილი. მოგესალმებით. თქვენ კარგად უნდა იყოთ, მე რასაც ვუყურებ ახლა. ძალიან. ყოველთვის გვიყვარს, როდესაც ორსულთან ერთად მოვდივართ. მოდით, მაია, თქვენი ამბები დავიწყოთ. მოგვიყევით თქვენი ამბები. ჩემი ამბავი ასეთია. ძალიან გვიან შევქმნით ოჯახი, მე და ჩემო მეუღლე, 40-43 წლის ასაკში და არ დავაყოვნეთ. მივაკითხეთ ქალბატონ ნინოს. ანუ შექმნით თუ არა ოჯახი, მალევე მიხვედით თუ დაელოდეთ. მივაკითხეთ და ანუ მეკითხეთ თუ არა? უსებ. ძალიან მალე დადგა ორსულობა. ძალიან კარგი, ძალიან მიხარია. ესე იგი ძალიან დროულად მოვიდა. ერთი წელიწადი მცდელობა გქონდა და ერთი წელიწადი დაახლოებით ალბათ ჩემთავს ფსიქოლოგიურად ვამზადებდი, რომ არ დადგეს ორსულობა. აი რა ნაბიჯებს გავივლიდი კლინიკაში. როგორ ვიქნებოდი ფსიქოლოგიურად. და ნინო, აი რა მნიშვნელობის არის ის, რომ დავუშვათ მაია მოვიდა დროულად თქვენთან? აი ზუსტად მაიას ვთხოვეთ მოსულიყო, იმიტომ რომ ეს არის პაციენტი, რომელსაც
ალბათ გონიათ, რომ ინვიტრო განაყოფიერება ეს არის მოვედი, დავორსულდი და წავედი. ყველაზე მარტივი პროცედურა ალბათ ამ ქვეყნად. იცით? მაიას ეგონა ასე თუ ყველას ასე გონია? მაიას ასე გონია და მაიასთან ასე დადგა. მაიას შესაბამისად, მაიას შემთხვევა ასეთია და მინდოდა მარტივი პაციენტით დამეწყო. მარტივი როგორ? მარტივი შემთხვევა იქიდან გამომდინარე, როცა მოვიდა 40 წლის, ანუ ნამდვილად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ დროულად მოვიდა, მაქსიმუმ 6 თვე 1 წელი 40 წლის მერე უნდა დაელოდო. მან აბსოლუტურად სწორად განსაზღვრა რა სჭირდებოდა. მივიდა ზუსტად იმ ცენტრში, ანუ ძალიან ხშირად სხვა გინეკოლოგიურ დაწესებულებას აკითხავენ ხოლმე. ანუ რეპროდუქციული კლინიკა კიდევ სხვა არის, ანუ ჩვენთან შეიძლება არ გჭირდებოდეს იმით, რომ განაყოფიერება და გითხრათ, რომ არ გჭირდებათ, დაველოდოთ და შემდგომ დავიწყოთ, მაგრამ ეს ყველა პროცედურა სრულდება. არის კლინიკები, სადაც არ სრულდება და ძალიან დიდხანს დადის პაციენტი ისეთ დაუშვათ პროცედურებზე, რომელიც შესაძლებელია შემდგომ მას აკარგვინებს იმ დროს. და აი მაია სწორედ მოვიდა ჩვენც ჩავთვალეთ, რომ ამ შემთხვევაში არ გქონდა ის დრო, რომ დავლოდებოდით. სულ 2 თუ 3 თვე ველოდეთ, რომ დაველოდოთ, იქნებ დავორსულდეთ ბუნებრივად თქო. თუ არ იქნება, მაშინ დავიწყოთ მცდელობა და ანუ პრაქტიკულად პირველივე სტიმულაციაზე, პირველივე ტრანსფერზე აბსოლუტურად ჩვენი ულამაზესი მცდელობა პირველივე იყო დამაკმაყოფილებელი. და ეს ინდივიდუალური მორგება, ხო? აი მაიას არ დაჭირდა ბევრი რაღაცა. ანუ ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. როგორ იკვეთება, რა საჭიროებაა გულწრფელს. კი, განწყობას პირველ რიგში. მაგრამ ძალიან ხშირად აი ესეთი მაია ვთქვი რომ მარტივი პაციენტია, თქო ძალიან გვინდოდა რომ რთული პაციენტიც მოგვეყვანა, მაგრამ ცოტა უფრო რგუნავს ესე. თვითონ პაციენტიც ძალიან ნერვიულობს ამ შემთხვევაში, მაგრამ მინდა გითხრათ რომ 2 პაციენტი უნდა ყოფილიყო ჩვენთან ერთად და მეორე პაციენტს კიდევ მე მგონი 7 თუ 8 მცდელობა ჰქონდა. ნახეთ, 2 სხვადასხვა განსხვავებული ისტორიაა. პირველი პაციენტი, რომელსაც არაფერი არ დასჭირვებია, არც ჰისტეროსკოპია რეალურად, არანაირი ზედმეტი, არც ფიზიოთერაპია, არაფერი, რაც მერე გვჭირდება, არც ერა ტესტია, მხოლოდ გენეტიკური სკრინინგი, იმიტომ რომ ასაკობრივი იყო და ვიცოდით, რომ ჯანმრთელი ემბრიონი უნდა გადაკვეტანა, გადატანა მოხდა და დაორსულდა. ძალიან მაიას პრობლემა რა აღმოჩნდა სინამდვილეში, ესე მარტივად? რეალურად უბრალოდ ასაკი. უბრალოდ ასაკი. შესაბამისად, აი, როდესაც რთულია პაციენტი, ისინი გვეკითხებიან ხოლმე, რატომ არ გამიკეთეთ თავიდანვე, დაუშვათ გენეტიკური ტესტირება, ყველაფერი. აი, რატო არ გამიკეთეთ ერა ტესტი? იცით რა? შეიძლება მოვიდეს პაციენტი და ასეთი პაციენტი არის 10-დან 6, რომელიც ორსულდება და მიდის. და მას გონია, რომ ამაზე მარტივი პროცედურა ამ ქვეყნად არ არის. მაგრამ შეიძლება იმდენად რთული იყოს ყველაფერი, რომ ყველაფერი გააკეთო და მედიცინა 100%-იანი არასდროს არ არის. და ზუსტად ძალიან ხშირად ყოფილა, რომ ჩვენ მიგვიღია არა გენეტიკურად არა ჯანმრთელი ემბრიონი, მიგვიღია ერთი სტიმულაცია ჩაგვიტარებთ მეორე და მე თვითონ დაორსულდა პაციენტი. ჩვენთვის ესეც ძალიან დიდად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა როგორ დაორსულდები, ბუნებრივად თუ არაბუნებრივად. თავარია ორგანიზმა ისწავლოს რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ გააჩინა ჯანმრთელი შვილი. და რეალურად რო ვთქვა, ნახე წარმოიდგინეთ, რომ ჩვენც 10% გვაქვს ხანდახან ასეთ შემთხვევაში. და ბუნებასაც 10% აქვს, მაგრამ იმ ბუნებრივ ორსულობაზე თანხას არ იხდის პაციენტი და ძალიან ხშირად გვითქვამს ხოლმე, რომ შეიძლება არჩევანი რო გააკეთო, ალბათ ბუნებრივი ორსულობა აირჩიო, მაგრამ ხანდახან არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ აი უთხრათ პაციენტს, რომ არა უშავს დაველოდოთ, აი რო დალოდებოდა მაგალითად მაიკო. ხო შეიძლებოდა რომ დაუშვათ ის ანტიმიულერი საერთოდ აღარ ყოფილიყო, კვერცხუჯრედი არც ერთი აღარ ყოფილიყო და ასე შემდეგ. მე თავისუფლად ვუშვებ იმას, რომ მაიკო გააჩეს და მე თვითონ ბუნებრივადაც დაორსულდება. ეჭვიც არ მეპარება, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური მომენტია, ნერვიულობ, ასაკია თვლი, ყველაფერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იცი რა მაინტერესებს ნინო, აი პირველი კვლევა შენახსენე რომ რატო არ ჩაგვიტარეთ გენეტიკური რაღაცა ტესტები აქვს პაციენტებს ჩივილე. პირველი კვლევა რას აკეთებთ ხოლმე, რა კვლევას აკეთებთ იმისთვის რომ სწორი დიაგნოზი დაისვას. მე მგონი მაიაც რომ მოვიდა პირველი კვლევა რაც ვაკეთებთ ხოლმე, მოდი ვნახოთ რა დრო გვაქვს იმისთვის რომ გავაჩინოთ შვილი. ანუ ეს არის პირველი და იკვლევთ კვერცხუჯრედის რესურსებს თუ რა რესურსის, რა რეზერვი გვაქვს და რა რესურსი გვაქვს. თუ გვაქვს დიდი დრო, მაქსიმალურად ვცდილობ რომ არასოდეს ინვიტრო ტყუილად არ გავაკეთოთ.
და თუ არ სჭირდება პაციენტს იმ დრო განაყოფიერება, ანუ არ უნდა გააკეთო რისთვის. მაგრამ არის ისეთი პაციენტი, მაგალითად ერთი ახალგაზრდა გოგონა ყავს, ისე ნერვიულობს, რომ აი ძალიან პატარაა, 21 წლის. და ისე ნერვიულობს ამაზე, რომ არ ორსულდება, აი მართლა. მოვიდა ინვიტრო მინდა, ვიტყრა, ანუ ვიტყარი რომ არ გჭირდება, თქვა აი მართლა არ სჭირდება. დარწმუნებული ვარ ამაში, რომ არ სჭირდება, მაგრამ ვერაფრით ვერ დავარწმუნე თვითონ ის, რომ არ სჭირდება. გესმით? და ხანდახან აი ძალიან ბევრი პაციენტი ალბათ ისინიც მიყურებენ, ვისთვისაც მithქვამს რომ არ გჭირდება, მაგრამ მაინც გამიკეთებია. მე იცით რატომ? იმიტომ რომ ის დამშვიდდეს. ძალიან ბევრჯერ გვისაუბრე ნინოსთან და ძალიან მომწონს ის, რომ მართლაც რეალობა ის არის, რომ თქვენი ჩარევით ძალიან ხშირად ადამიანი მშვიდდება, ორსულს იღებს და შემდგომ უკვე თითქოს ეს ყველაფერი ისე იხსნება, რომ ორსულდებიან ძალიან ხშირად. შემ შემთხვევაში ეკო, როდესაც მე ქალბატონი აი ახალგაზრდა გოგონა რო ახსენე 21 წლის დარწმუნებული ვარ, მას ეხა სტრესი აქვს და ამ სტრესის ფონზე ვერ ორსულდება, თორე თუ სტრესი მოეხსნება ჩვეულებრივად აბსოლუტურად. კი, ფსიქოლოგიურ მომენტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვენ ალბათ ყველა მიცით ეს იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდხანს რო ვიფიქრო ალბათ ონკოლოგიურ დაავადება უნდა დამემართოს, რომ ნამდვილად დამემართება. აქედან გამომდინარე ეს ფობიები რაღაცა გვაწუხებს, ხო? ასევე გული მაწუხებს, ანუ ჩემი საკუთარი მეუღლე გავუშვა სპეციალურად და გავუკეთე კორონაროგრაფია იმისთვის, რომ გაეგო რომ არ აწუხებდა ეს გული და იმის მერე აღარაფერი პრობლემა არ აქვს. შესაბამისად, ფსიქოლოგიურად იმდენად დატვირთულია, ეხლა ჩვენც გვაქვს რაღაც ისეთი აზრები და ჩვენი თავის ტვინი განაგებს პრაქტიკულად ჩვენს მთელ ორგანიზმს. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ვიცი, აი დაბადებიდან ფიქრობს, რომ აიდგა ფეხი, რომ შვილი მეყოლება თუ არა, არსებობს ესეთი ფობიები, ასე ვთქვათ, როგორც უნაყოფობის ფობია, ან ბებოს, ან დედას, ან რაღაცა პრობლემა ქონდა, ისევე როგორც ძუძუს კიბოს პრობლემა, ხო? ანუ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენი თავის ტვინი აბსოლუტურად უზრუნველყოფს ჩვენი ფიზიოლოგიის ალბათ 80%-ს და შესაბამისად პოზიტიური განწყობა ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი მაიას როგორი განწყობა ქონა ბავშვობიდან? რას ფიქრობდით? მეყოლება თუ რა შვილიო და როგორ ხედავდით თქვენს დასრულობას? არა, მე როდესაც ქალბატონ ნინო გავიცანი, მაშინ გადავწყვიტე რომ მე შვილი მეყოლებოდა. ეს ბავშვობის ფიქრი არ იყო. არ იყო ეს ბავშვობის ფიქრი. და ანუ მანამდეც არ გიფიქრეთ საერთოდ ბავშვთან დაკავშირებით. იმდენად გვინდა შევქმენი ოჯახი, რომ ხო აი რა ოცნებობა, აი რომ მეყოლება შვილი ესე და ისე გაუკეთებთ ჩავაცმე. ხო, არ მიოცნებია. არ გიოცნებით. და კარგით, აი რომ მიხვდით რომ ეხლა უკვე დროა რომ გყავდეთ შვილი, რომ მიხვედით ნინოსთან კლინიკაში, რამდენ ხანში დადგა ორსულობა შემდეგ? 6 თვეში დადგა ორსულობა. პირველი დადგა ორსულობა, პირველი მცდელობა დაელოდეთ 6 თვე და აი რთულ შემთხვევებში ნინო რამდენი ხანი ელოდებით ხოლმე? ნუ რაღაცა მცდელობებს ვქ რაღაცა აი. კი, რაღაც მცდელობებს, ანუ ზოგადად გვეკითხებიან ხოლმე რამდენ ხანში ერთხელ შეგვიძლია გავაკეთოთ პუნქციას რაც შეეხება და სტიმულაციას რეალურად 2 თვეში ერთხელ შეიძლება ჩატარდეს დაუშვათ სტიმულაცია. შეიძლება 2 თვე არ იყოს ერთი პაციენტისთვის საკმარისი და აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურ მიდგომას. ყველა პაციენტს ერთნაირად, რა თქმა უნდა, არ უნდა უმკურნალოთ. ყველა პაციენტს ერთნაირი პროტოკოლი არ სჭირდება. მაგალითად, მაიას ის პროტოკოლი სჭირდებოდა, რაც დაენიშნა, მაგრამ შეიძლება ამ პროტოკოლმა არ მოგცეს შედეგი, არ მოგცეს გენეტიკურად ჯანმრთელი ემბრიონი, მოგცეს სხვა პროტოკოლმა. ამიტომ ამაზე ფიქრი აუცილებლად სჭირდება ექიმს, ანუ არ არსებობს მკურნალობის მეთოდი, არსებობს ძალიან ბევრნაირი და შესაბამისად პირველივე ეტაპზე არ იცი ესა თუ ის მკურნალობა მოგცემს თუ არა შედეგს. აი ძალიან მარტივ პაციენტზე რო გვიფიქრია, რომ ყველაფერი გამოგვივა, შეიძლება არაფერი არ გამოგივიდეს და აი სახტად დარჩე, რომ როგორ შეიძლება და აქ არაფერი არ გამოგსვლოდა და ყველა მეთოდი დაგჭირდეს. აი დღეს 7 მცდელობა რო გითხარით, მთელი კლინიკა ტაშს უკრავდა, რომ გავიგეთ, რომ ის ორსულად არის. იმდენად ჩვენთვის მისი დაორსულება იყო მნიშვნელოვანი და მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ყველა მეთოდი ქონდა გამოყენებული. ხო. საერთოდ მიზეზი ვერ დავადგინეთ, რატომ არ ორსულდებოდა ეს ქალბატონი. დაბა მე როგორ და საბოლოო ჯამში იმუნოლოგიური უშვილობა იყო თემა, იქიდან იმუნოლოგიური უშვილობა, ანუ ორგანიზმი იღებს ნაყოფს, მაგრამ იშორებს. სხვა არაფერი არ არსებობდა და ეს უნდა გავაკეთოთ და აი იმან გაჭრა ოღონდ.
ჩვენ ვიყავით უაღრესად ბედნიერები. როგორ შეიძლება მაგალითად ბატონ ლევას არ უნდოდეს რომ კარდიოლოგიურ ოპერაციას რო გააკეთებს იქიდან პაციენტი გამოვიდეს და პრაქტიკულად მან ახალი სიცოცხლე აჩუქოს. როგორ შეიძლება მაგალითად არ გინდოდეს რომ ძვლის სიმსივნე აქვს პაციენტს და ის გადარჩეს და რეალურად მეორე სიცოცხლე აჩუქო. არ არსებობს ჩვენ არ გვინდოდეს რომ ის ნაყოფი რომელიც ჩვენი ხელით შექმენი რომ მას ახლა სული არ მისცეს და დედამ არ გააჩინოს. რა ვიცი, მე ვფიქრობ რომ საუკეთესო პროფესიაა ექიმობა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება აი ძალიან ბევრჯერ რაღაც იმედგაცრუება გქონდეთ, მე ვფიქრობ, რომ აი ის ერთი პაციენტი, რომელიც მოვა და მადლობას გეტყვის იმისთვის, რომ მას აჩუქეს სიცოცხლე, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ. და მე მადლობას ვამბობ. ძალიან კარგი. ყველა პაციენტს ვთხოვ, რომ აი ამ ბედნიერებამდე რომ მივიდეს, ფარხმალი არ უნდა დაყაროს. ნამდვილად, მეც გიხდით მადლობას. მიჩვეული ვარ მე იმას, რომ ნინო ისეთი აზარტით საუბრობს ხოლმე ყველა შემთხვევაზე, რომელიც მის პაციენტებს უკავშირდება, რომ და დაახლოებით წარმოადგენენ. მაგდა ალბათ ჩვენს მაყურებელსაც უკვე, იმიტომ რომ მარტო მე ხარ ვისმენ ამ ყველაფერს. როგორ უდგება ალბათ თითოეულ შემთხვევას, რომ დადგეს ის ბედნიერი დასასრული და აი მართლაც ეს რეპროდუქციული ჯანმრთელობა ისეთი შემთხვევა, რომ არა მხოლოდ იმ ერთ ადამიანს უბრუნებ დაუშვათ ჯანმრთელობას, არამედ რაღაც კომპლექსურად ძალიან ბევრ ადამიანს აბედნიერებს ერთად იმ კარგი ამბით, რომელიც უკავშირდება სასურველ შედეგს შვილს, რომელსაც ასე ძალიან ელოდებიან. მადლობა თქვენ მინდა რომ ძალიან ბევრი ბედნიერი, მშობელი, ბედნიერი მშობლები, ბებიები, ბაბუები იყვნენ თქვენს პაციენტების რიგებში, რადგანაც ძალიან დიდი ბედნიერება მართლა ადამიანს მისცეს, რაც ასე ძალიან უნდა.